კარლო ანჩელოტი, ნეიმარის თამაშის ყურება საჭირო არ არის. კარლო ანჩელოტიმ ნეიმარზე და იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში გამოიძახებს 33 წლის ფეხბურთელს ნაკრებში. ნეიმარის თამაშის ყურებას აზრი არ აქვს, ისედაც ვიცით რამდენად ნიჭიერია. თანამედროვე ფეხბურთში ნიჭის რეალიზებისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა საჭირო. თუ იგი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება, ნაკრებში გამოვიძახებ. ყველას სურს ნეიმარის ეროვნულ გუნდში ხილა, როცა ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მე მას ვუთხარი, რომ აქვს დრო იმისთვის, რათა გამოჯანმრთელდეს და ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაეხმაროს. მას გამთამაშებელს ან თავდამსხმელად ვათამაშებდი. ნეიმარი ცენტრთან ახლოს უნდა იყოს. ის ფლანგზე ვეღარ ითამაშებს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ეს სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ცენტრში შემტევად ნეიმარს უპრობლემოდ შეუძლია ითამაშოს. ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ესპენ. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმირებული იყო და დიდი ხანი არ არის, რაც გამოჯანმრთელდა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. ეროვნული გუნდის მაისურით მან 128 მატჩი ჩაატარა, 79 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა გააკეთა.